პრეზიდენტ ტრამპის მიერ 180-ზე მეტი სახელმწიფო წინააღმდეგ ტარიფების დაწესების შემდეგ გლობალურ საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ვიხილეთ, რომელმაც გასულ კვირას ანალიტიკოსების ყველაზე ნეგატიურ მოლოდინებსაც გადააჭარბა. S&P 500-ის შეფასება ერთ კვირაში 9.1% დაეცა, ხოლო NASDAQ-ის ტექნოლოგიური ინდექსის შემთხვევაში კორექცია 10% შეადგინა, რაც Wall Street-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. პრეზიდენტმა ტრამპმა ტარიფებზე გადაწყვეტილება კვირის განმავლობაში შეცვალა 90 დღიანი მორატორიუმიც გამოაცხადა, თუმცა ამან საერთო განწყობები ვერ შეცვალა, რადგან ძალაში დარჩა ბაზისური ტარიფები და დარჩა ჩინეთის მიმართ მომატებული ტარიფები 146%-ზე. ვალში არც ჩინეთი დარჩა და სარკისებრად გაუზარდა შეერთებულ შტატებს ტარიფები. სავაჭრო ომი ორ უმსხვილეს ეკონომიკებს შორის გრძელდება. სოფლიოს უმდიდრესი ადამიანები მილიარდებს კარგავდნენ გასულ კვირაში. გამონაკლისი არც საქართველოს უმდიდრესი ადამიანი იყო. ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი 350 მილიონი დოლარით შემცირდა. ამის თაობაზე Bloomberg-ი უწყება. ამ სააგენტოს დათვლით ივანიშვილის ქონება ერთ დღეში 125 მილიონი დოლარით შემცირდა. 2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76 მილიონ 800,000 დოლარით გაიზარდა და 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდის მიუხედავად 2024 წლის მარტთან შედარებით საქართველოს სავალუტო რეზერვები 466 მილიონი დოლარით, ანუ 10%-ით არის შემცირებული. ზრდის მიზეზი მსოფლიოში ოქროს ფასის ზრდას უკავშირდება. ოქროს ფასის ზრდის გამო მარტის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით რეზერვების მოცულობა 64 მილიონ 400,000 დოლარით გაიზარდა. სავალუტო რეზერვებში ოქროს შესყიდვის მომენტიდან მონეტარული ოქროს ღირებულება დაახლოებით 195 მილიონი დოლარით გაიზარდა. არც მიმდინარე კვირა გახლდათ გამონაკლისი და საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ $3,230 მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უკრაინამ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას Interfax Ukraine ავრცელებს. პროექტში მონაწილეობას იღებს გადამზიდავი კომპანია Ukraferry ოდესიდან და UzCargo Poland ვარშავიდან, რომელიც უკრას ლისნიცას შვილობილი კომპანია. 11 აპრილს გამართულ რამშტაინის შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ ნატოს მოკავშირეები კიევისთვის რეკორდული 23 მილიარდ 800 მილიონი დოლარის გრძელვადიან სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Kiev Independent დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ჯონ ჰეილიზე დაყრდნობით წერს. დიდმა ბრიტანეთმა კი ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო საქართველოს მთავარ პროკურორს გაბიტაშვილს და კიდევ 3 მაღალ ჩინოსანს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კაციტაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციების განმარტებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გაბიტაშვილმა ვერ უზრუნველყო ადამიანის უფლებათა დაცვა და არ მოახდინა რეაგირება პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში ეკარში საქართველოს ყოფილი წევრების სიაში გადაიყვანეს. საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეკარის რეგისტრაცია შეჯერებული ჰქონდა, თუმცა ამ დროისთვის ეკარის ვებგვერდზე ცენტრი უკვე ყოფილი წევრების სიაშია შეყვანილი და გამოქვეყნებულია გასული წლის ბოლოს მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება რეგისტრაციის განახლებაზე. კიდევ ერთი სანქცია საქართველოს მიმართ გასულ კვირაში UEFA-სგან არის მიღებული. საქართველოს სომხეთის მატჩის გამო, რომელიც მაყურებელთა ქცევას ეხება, UEFA-ს გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრები UEFA-ს ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი 2026-27 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ აღმოჩენილ სხვადასხვა დარღვევებს სახელმწიფოს მხრიდან რძის მწარმოებელთა შემოწმებები და შემდგომ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც მოჰყვა. სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება ბიზნესმენების ლაშა პაპაშვილის და რევაზ ვაშაკიძის კომპანიების დავა, ხოლო სახელმწიფო აპირებს იმპორტირებული რძის შემოწმების გამკაცრებას საზღვარზევე. ბოლო შემოწმებებმა და განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული პრობლემები კომპანია სოფლის ნოვად შეუქმნა, რომელიც გლობალური PepsiCo-ს საკუთრებაშია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით 2025 წლის რთველისას სახელმწიფო ხარისხიან და დაბალხარისხიან ყურძენს სხვადასხვა ფასად ჩაიბარებს, ანუ სახელმწიფო წელსაც ჩაიბარებს ფერმერებისგან ჭარბ ყურძენს, თუმცა შესყიდვის დროს ფასი დიფერენცირებული იქნება. მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესება გადაწყვიტა 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით 100 კილოგრამზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას 1 კილოგრამი შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით. დადგენილება 2025 წლის 22 აპრილიდან ამოქმედდება და ძალაში 2026 წლის 22 აპრილამდე იქნება. Daily ჯგუფმა და ისრაელის Tempo Beverages-მა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, ხელი მოეწერა გარიგებას, რომლის ფარგლებშიც Tempo ჯგუფი ქართული ლუდის კომპანიის, ანუ ზედაზენის 60%-იან წილს შეიძენს. ტრანზაქციის მიხედვით Tempo ჯგუფი გადაიხდის $47 მილიონ, რაც ქართული სასმელების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.